ჩვენი გადამღები ჯგუფი გორისა და ატენის ეპარქიას სტუმრობდა. მღვდელმთავარი დაწინდული არის, ასე რომ ვთქვა, თავის ეპარქიაზე და წინდობა კიდე სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ვთვლი, რომ ქართველი უცხოდ არსად არის საქართველოში. ეს მეუფე ანდრიას სიტყვებია და ნიშანდობლივიცაა. მიტროპოლიტი, რომელიც სოხუმში დაიბადა და გაიზარდა, დღეს გორისა და ატენის ეპარქიას უდგას სათავეში. ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს, ანუ ჩემი ცხოვრებია ერში და ჩემი ცხოვრება უკვე ეკლესიაში. ღვთის წყალობით ორივე აფხაზეთში დაიწყო, ასე ვთქვათ, აფხაზეთში იმით, რომ იქ დავიბადე და იქ გავიზარდე, ხოლო სულიერადაც ჩემი დაბადება მოხდა აფხაზეთში. ბერად აღკვეცის გადაწყვეტილება სოხუმის დატოვების შემდეგ დევნილობის წლებში მიიღო. ჩემი ბერად აღკვეცა მოხდა ცხუნ აფხაზეთის ეპარქიის ომის შემდგომ რეზიდენციაში, რომელიც იყო მარტყოფის მონასტერში განთავსებული. ჯერ მორჩილის კაბა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შევიმოსე სვეტიცხოვლის ტაძარში და მერე უკვე მარტყოფის მონასტერში მოხდა აღკვეცა. მეუფე ანდრიას აფხაზეთის ტკივილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა განუახლა. ძალზე რთული იყო ეს დღეები და საერთოდ თვეები, როდესაც უცხო ქვეყნის სამხედრო ძალა იდგა ჩვენს ქალაქში, ჩვენს რაიონში. მე ვფიქრობ, ეკლესია რაც შეეძლო იმ დროს გაეკეთებინა, ამის გაკეთებას ცდილობდა. ისევე როგორც ეს იყო სოხუმში აფხაზეთის კონფლიქტისას, ისევე როგორც ამას აკეთებდა ჩვენი სამღვდელოება, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით აფხაზეთში, შემდგომ კოდორში, როდესაც ჩვენი ხალხი წამოვიდა კოდორის ხეობით, მეცის გზა გამოვიარეთ. ცხოვრება ნელ-ნელა ჩადგა ჩვეულ რიტმში. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით და უშუალო თაოსნობით გორისა და ატენის ეპარქია მრავალი საჭირო და საინტერესო სიახლის ინიციატორი გახდა. და მინდა გითხრათ, რომ რაც გაკეთდა, ეს არ იყო გაკეთებული რაღაც იმიტომ, რომ ჩვენ ეს მოგწონს, იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვინდა. ეს იყო აუცილებლობით მოტანილი საკეთებელი. ეს იყო ჩვენი ისტორია, ამ კუთხის, ამ ქალაქის ისტორია, ჩვენი ეკლესიის ისტორია იყო. და თუ მე ვთვლი, რომ თუ გინდა რომ სწორ გზაზე იდგე, აუცილებლად წარსულს უნდა ეყრდნობოდე შენ. გორისა და ატენის ეპარქიაში მეუფე ანდრიას 14 წლიანი მოვაწეობის შედეგია აღდგენილი რეზიდენცია და ეკლესია-მონასტრები, სასულიერო გიმნაზია, საბავშვო ბაღი, გამომცემლობა, სასადილო უპოვართათვის, სულიერებისა და კულტურის ცენტრი. კულტურისა და სულიერი განათლების ცენტრი გორისა და ატენის ეპარქიაში ფუნქციონირებს 2009 წლიდან. ეს იყო რეკომენდაცია მისი უწმინდესობის მღვდელმთავრების მიმართ, რომ გახსნილიყო ყველა ეპარქიაში კულტურისა და სულიერების ცენტრი, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებოდათ, რომ მისულიყვნენ და სხვადასხვა წრეებზე მისულიყვნენ. თქვათ, ეს არის ქორეოგრაფია, ქართული გალობის შესწავლა, მედავითნეობისა, რომელიც არის ტაძარში წიგნის კითხვის, წიგნის კითხველობისა, ასევე არის მინანქრის შესასწავლი, ასევე არის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი. ღირსი მამა გიორგი თაწმინდელის გორის გიმნაზია ერთ-ერთი წარმატებული სასწავლებელია ეპარქიაში. მისი აღდგენა და აღორძინებაც მეუფეს სახელს უკავშირდება. მომწონს ამ სკოლაში სწავლა, რადგან დილაობით ლოცვების ვკითხულობ, 12 საათზეც ლოცვა და სწავლის დამთავრების შემდეგ კიდევ ლოცვას ვკითხულობთ. ღირსი მამა გიორგი თაწმინდელის გორის გიმნაზია 2006 წელს დაფუძნდა და დაფუძნდა შენობაში, რომელიც გორის სასულიერო სასწავლებლისთვის იყო აშენებული 1888 წელს.
ჩვენს ეპარქიას გადაეცა 2005 წელს და ამ წლიდანვე მეუფე ანდრიას ლოცვა კურთხევით დაიწყო შენობის რეაბილიტაცია. ყოველი სასწავლო პროცესი იწყება პედაგოგიურ საბჭოთი, რომელსაც მეუფე ანდრია ხელმძღვანელობს. წმინდა იოაკიმესა და ანას ბაგაბაღი მართალია დაარსებიდან მხოლოდ 1 წელს ითვლის, მაგრამ აღსაზრდელთა სიმრავლეს ვერ აუდის. ვისი სახელობის არის თქვენი ბაღი? იოაკიმე და ანას სახელობის ბაგაბაღში. მიტროპოლიტი მიღწეულს არ ჯერდება. თვლის, რომ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. საქმე ძალზე ბევრია. მრავალი ძველი უნიკალური ტაძარი თუ მონასტერი არის აღსახდგენი ჩვენს ეპარქიაშიც, მათ შორის რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრება ამას არ ეყოფა და კარგიც არის რომ არ ეყოფა, იმიტომ რომ საკეთებელი მუდმივად უნდა იყოს, სულ უნდა იყოს. გორისა და ატენის მიტროპოლიტმა აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გახსნას მნიშვნელოვანი და დროული ფაქტი უწოდა. იმედი მაქვს, რომ აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრი გადაიქცევა და აღსდგება კვლავ როგორც აფხაზეთის ტელევიზია და აფხაზეთის რადიო. ნუ იფიქრებს, რომ თითქოს ამით ჩვენ აფხაზებს დავაბრკოლებთ თუ რაღაც სტრუქტურები აფხაზეთისა იარსებებენ აქაც. არ დავაბრკოლებთ მათ. დარწმუნებული ვარ, იმათაც აინტერესებთ ჩვენი ამბავი და პირველად ჩვენი რას ვამბობთ და ჩვენ როგორ განვიცდით აფხაზეთელები და არა ვთქვათ სხვა დანარჩენია. პირველად ჩვენი და მერე სხვისიც რა თქმა უნდა. და თვლი რომ ხოლმე დადებითი იქნება ტელევიზიის აღდგენა აფხაზეთისა და მერე უკვე თვითონ ტელევიზია უნდა გადაწყვიტოს როგორ განვითარდეს ის.